მეც სამძიმრით დავიწყებ, ბუნებრივია და უსამძიმრებ სრულიად საქართველოს, მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს არა, იმიტომ რომ მარტო მე იმდენი ჩემი მეგობრის სამძიმარი მივიღე ამ ამბავთან დაკავშირებით ებრაელებისგან, სომხებისგან, აზერბაიჯანელებისგან ეს არის განსაკუთრებული ურთიერთობა ქონდა ასე ჩანდა სულ სხვადასხვა კონფესიების სასულიერო ლიდერებთან. იყო და მე თავად შევსწრები ვარ კიდეც სხვა კონფესიებთან ურთიერთობის აწყობას როგორც ცდილობდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ეს კიდე ცალკე საუბრის თემა ალბათ და ისტორია კიდე უფრო მეტად განსჯის მომავალში, მაგრამ პატრიარქობის აი ეს ყველაზე ხანგრძლივი პატრიარქობის ვადა საქართველოს ისტორიაში ერგო ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მე ძალიან ბევრი რამე მაგონდება ღმერთმა მართლაც მარგუნა ბედნიერება რომ ჩემი ახალგაზრდობის წლებიდან სტუდენტობის წლებიდან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონოდა მასთან როგორც პატრიარქთან და როგორც პიროვნებასთან ეს იყო საოცარი ადამიანი კიდევ ამ თვალსაზრისით და ეს აღქმა ჩემში ძალიან ძლიერია მისი პერსონალურობის და მისი პატრიარქობის მე ვცდილობდი რომ რაღაც დამეწერა ბუნებრივად ყველას გვინდება ამ დროს მაგრამ იმდენი რამე წამოვიდა ჩემს მეხსიერებაში და იმდენ რამეზე შეიძლებოდა და მინდოდა აქცენტის გაკეთება რომ მივხვდი რომ არ შემეძლო დღეს აქ მოსვლაც გამიჭირდა საკმაოდ იმიტომ რომ ჯერ ის ემოცია ცოცხალია ხო ძალიან თუმცა ქრისტიანებისთვის და პატრიარქს ყველაზე მეტად ესმოდა და იცის მან ეს ამბავი რომ დასასრული ამ ქვეყნიური ცხოვრებისა არის დასაწყისი იმ მარადიული სიცოცხლისა რომელსაც ყველა ქრისტიანი ესწრაფვის და მისი პატრიარქობა ჩემთვის აი პირველად როდის გახდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი როდესაც მე ძალიან ვიწრო წრეში დახურულ წრეში ვნახე ფილმი კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების თაობაზე ეს ფილმი ეხა გადის დოკუმენტური ფილმი იგი კადრები ცნობილი აღსაყდრების კადრები მაშინ არ გადიოდა ცხადია ეს კადრები და ერთგვარი აკრძალული ფილმივითაც კი იყო და ჩემი ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება პირველი აი ესეთი შორიდან შთაბეჭდილება იყო სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდგომ მე ჯერ არ ვიყავი მონათლული მიუხედავად იმისა რომ ჩემი ოჯახი მართლმადიდებელი იყო და აბსოლუტურად ცნობიერ ასაკში უკვე სტუდენტობის პერიოდში გავხდი მე მართლმადიდებელი ქრისტიანი და რაღაცნაირად ისე ემოციურად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს გადაწყვეტილება თავად პატრიარქის სურვილი რომ სიონში დაედო მას სამუდამო ასე ვთქვათ ბინა იმიტომ რომ ჩემი ემოცია ასევე იწყება სიონიდან სიონის ეზოდან თავად სიონის ტაძრიდან და სიონის ეზოში იმ პატარა ძალიან პატარა სახლი სადაც ცხოვრობდა საპატრიარქო რეზიდენცია იყო უდესავით რაღაცა ეს რამდენიმე სართულიანი პატარა ორსართულიანი თავისი აივნებით და სულ მახსოვდა ჩემი სტუდენტობის პერიოდიც უკავშირდება სიონს და აი ეს სახლი სადაც საპატრიარქო რეზიდენცია იყო ეს პერიოდი იყო როცა შენდებოდა ვთქვათ შემდეგ აშენდა ეს ცნობილი საპატრიარქო რეზიდენცია რომელიც იცის მაყურებელმა სანაპიროზე სადაც სინოდის ხტომები იმართება და სადაც ცხოვრობდა ის მთელი ეს წლები ბოლოს და ჩემი თაობის განცდა მაშინდელი ეკლესიისადმი არ იყო მხოლოდ რელიგიური განცდა და რელიგიური მოტივაცია ეს იყო რაღაცნაირად ეროვნული სარწმუნოებრივი ერთობლიობაში იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდ გამოვლილები რწმენა აკრძალულები ეკლესია აკრძალული რეპრესირებული ინსტიტუცია ყველაზე მეტად ჩვენ ისის იყო ვიწყებდით ასე ვთქვათ რეპრესირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციების მოძიებას და ასე შემდგომ და ამ პერიოდში დაიწყო ძველი აღთქმის ახალ ქართულად თარგმანების პროცესი პატრიარქის ინიციატივით და ჩვენ მოვკარით ყური ამას ჯერ არა ვარ მე მაშინ ასეთ სტუდენტურ მოძრაობაში და ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩართული თუმცა ეს პირველი ნაბიჯები იყო და ჩემმა მეგობრებმა პატარა ჯგუფმა ესეთი ძალიან ამბიციური გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ამ ახალ ქართულ თარგმანებაში და არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ იმ პატარა რეზიდენციის შენობაში მოვითხოვეთ პატრიარქთან შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და პირველსავე ცდაზე, ასე ვთქვათ, მოვხვდით მასთან. ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, ასე ვთქვათ, მაღალი იერარქთან როგორ უნდა მოქცეულიყავით და მე მახსოვს პირველმა გაუწოდე ხელი და ჩამოვართვით. სამოქალაქო პირებს შეიძლება. და ყველამ ასე ჩამოვართვით ხელი და უცხარით რომ ჩვენ გვინდა და იქ იყვნენ შეკრებილი უკვე რამოდენიმე ადამიანი, ზურაბ კიკნაძე, სასულიერო პირები, ვინც უკვე დაწყებული ქონდა ვისაც ეს მუშაობა და პატრიარქი გვეკითხება რომ თქვენ ალბათო ებრაული იცითო და ჩვენ ვთქვათ რომ არ ვიცით ებრაული ძველი ბერძნულიო და არა არც ძველი ბერძნული არ ვიცით თქო ცოტა შეყომდა და თქვა სლავური იცითო სლავური არა თქო აბა რა იცითო ჩვენ ვთქვათ ვიცით ძველი ქართული და პატრიარქი ისე გულიანად იცინოდა ამაზე და იმ დღიდან დაგვსხა და გითხრა რომ ჩაერთეთო, კიო, ჯერ რომ მოусმინეთო. ამათო და მოდიო სანამ ჩაერთვებით ამ დიდ საქმეშიო, კორექტურაში მოგვეხმარეთო. და ნუ მე მოხდა ისე რომ ჩვენ ამ დიდ საქმეში მივხვდით რომ მაინც და მაინც დიდი წვლილი შემტანები ვერ ვიქნებოდით, მაგრამ ამ ახალ ქართული ბიბლიის კორექტურა გავაკეთეთ ჩვენ დიდწილად და ეს იყო 60-არი პერიოდი მართლაც შეიძლება ითქვას. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა იდგამდა ფეხს და ამ ტალღამაც ფეხი აიდგა სიონის ეზოში. იმიტომ რომ ჩვენ დავდიოდით ერის პარაკლისი იმართებოდა ორშაბათობით, ესეც იყო პატრიარქის ინიციატივა და მე მახსოვს ახლა ჩემი მეგობრების რაღაც ზოგის ჩანაწერი ვნახე, ზოგის ემოცია განცდა. მე მეგონა რომ სულ მე მელაპარაკებოდა ამბიონიდან პატრიარქი და მე მომმართავდა და ყველას ეს და ქონდა ხო რა თქმა უნდა და ჩვენ აქ ამ ტაძარში სიონის ტაძარში სიონის ეზოში გავიცანით ყველა ლიდერი ეროვნული მოძრაობის დისიდენტური მოძრაობის ნაწილი ვინც სტიქაროსნები იყვნენ მაშინ გია ჭანტურია ზურაბ ჭავჭავაძე სხვა ადამიანები აქ დადიოდნენ ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა თამრი კოჩხეიძე და ეს იყო რაღაცნაირი თავ მოყრის ადგილი და აი ამ ეროვნული ერთობის ადგილი და თითქოს აი რაღაცნაირად ყველა მომენტში ერთი იყო უნივერსიტეტი, სადაც პროტესტი ხდებოდა და მეორე იყო ასე ვთქვათ სიონის ადგილი, სადაც არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრება, მთელი თავისი ასე ვთქვათ პრობლემებით, იმიტომ რომ არ იყო ადვილი მაშინ ამ ტიპის ცხოვრება და მთელი KGB, რომელიც იქ ზოგი ფარულად, რა ვიცი, ზოგი ალბათ იმისთვის რომ იქიდან გარკვეული ინფორმაციები აეღო, სურათები გადაეღო და ასე შემდგომ იქ მუშაობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა და ამას განაპირობებდა რა თქმა უნდა პატრიარქის განწყობა, პატრიარქს რომ არ ქონოდა ეს სურვილი, პატრიარქს რომ არ ქონოდა ეს განწყობა, რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნებოდა და ამის შემდეგ რაღაცნაირად ჩემთვის ისე მოხდა რომ პოლიტიკური ცხოვრების პერიპეტიებითაც როგორც პატრიარქთან მქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, აი რაღაცა საჯარო ურთიერთობის ნაწილი და ასევე მე მქონდა წილად ვხვდა ბედნიერება მასთან პერსონალური მარტო ურთიერთობისა, რომელიც ჩემთვის მართლაც რაღაც ესეთი არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა საოცარი თან არც მინდა რომ აღალფარდოვნად ვთქვა საგანძური მომადგა, მაგრამ იმდენად უბრალო სიტყვებითაც შეიძლება აღწერ იყო ეს ურთიერთობა, იმდენად საყვარელი იყო ამ ურთიერთობაში და მე ეხლა როდესაც ამბობენ რომ გაკერპება რაღაცა ასეთი აბსოლუტურად არ ითხოვდა ის მისგან, მას ჩემთვის აქვს ნათქვამი და ალბათ ბევრისთვის რომ მე სასულიერო პირებს სულ ვეუბნები
გეუბნებიო, რომ უფლისკენ სავალ გზაზე ნუ ჩაეხერგებით თქვენს მრევლსო. იმიტომ რომ სულიერ მოძღვარს აქვს ეს მისია, რომ უნდა გაუკვალოს და არა ჩაეხერგოს, ხომ? გზაზე და თვითონ სწორედ ასეთი ადამიანი იყო და ამ ადამიანურ ურთიერთობაში საათობით გვიტარებია ჩვენ ერთად საუბარში. მე ყველაფერს ვეუბნებოდი მას დაუფარავად, რაც არ მომწონდა. საჩხუბრათაც მივსულ ვარ ხოლმე, რომ აი ეს რატო ხდება, ეს რატო მოხდა, ეს რატო ითქვა, ეს რატო გაკეთდა და ასე შემდგომ და მე ყოველთვის ხვდებოდა იქ დიდი თბილი გული პატრიარქისა, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა, ან განმიმარტავდა, ან შემეკამათებოდა, ან რაღაცა მომენტში მეტყოდა, რომ აი დრო გავა და დაინახავ და ეს ურთიერთობა სულ მინდა ვკითხო განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც დიდი ხანი აკვირდებოდა მთელ ამ გზას და მათ შორის პერსონალური ურთიერთობაც ჰქონდათ. აი ყველა ამბობს, რომ ეპოქალური, ისტორიული ეპოქა ამას მხოლოდ განაპირობებდა წლები თუ აი რაღაც რა უდავო ფაქტორები რა იყო, რის გამოც ნამდვილად ყველას პირველ რიგში სწორედ ეს სიტყვა ახსენდება პატრიარქს ესაუბრისას. ალბათ ყველაფერი ერთად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მაინც მისი პერსონალურობა, იმიტომ რომ ეს იყო ის პერიოდი, კიდე ვიმეორებ, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღა, რელიგიური, ასე ვთქვათ, გამოღვიძების პირველი ნაბიჯები და მე ძალიან კარგად მახსოვს ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც კომუნისტურ წყობაში დაბერდნენ და უკვე ასაკოვნები იყვნენ, ცნობილი ადამიანები, ხა ფოტოებიც არის, მაგალითად ნინო რამიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის ეს ურთიერთობები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ ეკლესიური მორწმუნენი, მაგრამ პატრიარქი მათ ძალიან უხსნიდა გზას ეკლესიისკენ და განაწყობდა ამისკენ და მას ეს საოცარი ნიჭი ჰქონდა. ბოლოს გამახსენდა პერსონალური მომხიბვლელობა იყო ჩამოსული და პატრიარქთან იყო და როგორი კადრი არსებობს ხომ გახსოვთ რომ ეცრემლებს ვერ იკავებს. ფიქრია მე მახსოვს აი ბევრი რამე მინდა რომ მოვასწრო და ერთი განსაკუთრებით მე მახსოვს როდესაც რომის პაპი ფრანცისკე ჩამოდიოდა და თითქოს რაღაცა პრობლემები იყო და როგორ აგვარებდა ამ პრობლემებს პატრიარქი იოანე პავლე ადრე იყო და ფრანცისკე იყო ბოლოს როცა აი სვეტიცხოველში მოეწყო პატრიარქის და მისი ერთობლივი წარდგომა და საოცარი ამბავი იყო ეს და იოანე ფრანცისკეს რეაქცია მერე პატრიარქთან მიმართებაში და მე მაშინ ყველას ვეუბნებოდი და ყველაზე უკეთესად ესმოდა ეს პატრიარქს რომ როგორ შეიძლება რომ ეს გზა ჩავხერგოთ ეს ხო არის დიდი ქრისტიანული სამყაროს გზა და ადამიანური ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ამან მართლა ისეთი ნაყოფი გამოიღო ძალიან მალევე იმ რეაქციის მეშვეობით, რომელიც მერე ფრანცისკემ ჟურნალისტებთან თუ საეკლესიო წრეებთან ურთიერთობაში გამოხატა და ასე შემდგომ და რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც არის ყველაზე რთული თემა და ყველაზე რთული განსჯის საგანი სადავო ეპიზოდი სულ ბოლო წლებში განსაკუთრებით. იცი რა მე აი გარდა იმისა წეგან რასაც ყვებოდი ამ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე გარდა იმისა რომ კიდევ ვიმეორებ რელიგიური გამოღვიძება ეროვნული იდენტობის საფუძველი გახდა ნამდვილად და მაგალითად ჩემი მეგობრები ჩვენ აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში დავდიოდით წინა სარესტავრაციო სამუშაოებზე და მახსოვს იქ პატრიარქის ჩამოსვლა და ჩვენი შეხვედრა როგორი იყო და ეს იყო ეპოქალური მოვლენა, იმიტომ რომ სამცხე იყო მოწყვეტილი მაშინ საბჭოთა პერიოდში დანარჩენ საქართველოს, აი საზღვარი იყო საბჭოთა საზღვარი და იქ საშვების გარეშე ვერ მოხვდებოდი და ეს უდიდესი ამბავი იყო მაშინ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი დავით გარეჯის თემა, როდესაც აი ეს მოძრაობა დაიწყო, რომ დავით გარეჯის მონასტრიდან პოლიგონის გადატანა, გაუქმება მომხდარიყო. ეს პროცესი, ეს ყველაფერი იყო
გადაჯაჭვული აი ამ ეროვნულ სულისკვეთებასთან და პატრიარქის განცდა, განწყობა, რომ სუვერენული სხეული ჩამოეყალიბებინა ეკლესიისა, სულ ამას ემსახურებოდა და მე ერთ ამბავსაც მოვყვები, ბევრი რამეა, მაგრამ ალბათ იცით რა არის, იმდენად ინტიმური თემებზე იყო ხოლმე ეს ურთიერთობები, პოლიტიკოსებზე, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე და ძალიან დიდი ნდობა იყო და მე რავი, შეიძლება მემუარებში ოდესმე დავწერო ამის თაობაზე და ეხლა ვერ ვიტყვი, მაგრამ მე შემიძლია აი ვთქვა ესეთი რამე, რომ 17 მაისი იყო ახალი მომხდარი, აი ეს რაღაცა მძიმე ამბავი და რამდენიმე დღის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ პატრიარქი გიბარებს. და სადღაც მეც ჩავთვალე, მაგრამ გარშემო ყველამ ჩათვალა, რომ პატრიარქი მიბარებს იმის გამო, რომ მე გავაკრიტიკე ეს დარბევა და რაღაცა ძალიან არ მომეწონა ტაბურეტკით ადამიანებთან ბერლინში მყოფი სასულიერო პირები. და მახსოვს იქ, როცა მივედი საპატრიარქოში, გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ აი აუხსენი კარგად პატრიარქს, რომ შენ რას ამბობდი რაღაცა და მე არ მქონდა, როგორც გიხარი, არასოდეს არ მქონდა ეს განცდა, რომ დავეტუქსე, ვთქვათ, რაღაცა ვეტყოდი მე ჩემს არგუმენტაციას, ხო, და ამიტომ არ ნერვიულობდი ძალიან ამ თემაზე. ცხადია, კარგა ხელს მომიწია რაღაც ლოდინი და როცა შევედი მასთან დავრჩით მარტო და მე თვითონ დავიწყე, რომ რა ვიცი თქო, მე მგონი ვიღაცებს ვაწყენინე რაღაცა აქ და მივხვდი, რომ პატრიარქი დიდად არ მომყვება ამ საუბარში და რაღაცა მომენტში მეუბნება, რომ მეო გუშინო გისმინეო შენო ტელევიზიითო და ნინო ჟიჟილაშვილის ეთერი მქონდა მახსოვს და ვილაპარაკე რუსეთზე, პუტინის რუსეთზე და ძალიან მნიშვნელოვანი რამეები ილაპარაკეო. და მე მანამდე მასთან ვიყავი შეხვედრილი და ჩემი წუხილი მქონდა გამოთქმული მის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით და კიდე იგეგმებოდა, რომ მე რაღაცა ვიზიტი უნდა ყოფილიყო და ვევედრებოდი, რომ არა თქვენ მოუწმინდესობა არ წახვიდეთ მეთქი, იმიტომ რომ პროპაგანდა რუსული ამას იყენებს თქვენს წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და აქაც ვიღაცა რუსეთუმეებიც ამას გამოიყენებენ ძალიან ცუდად. ეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდია და მან მითხრა, რომ მე გისმინეო და ყველაფერში გეთანხმებიო, რაც თქვიო და ესეთი აზრი გამიჩნდაო, რომ პუტინსო წერილი ხო არ მივწერო და მე აი შეიძლება ითქვას ამოვარდი ტანსაცმლიდან, იმიტომ რომ სულ სხვა თემაზე მგონია და თურმე სულ სხვა თემაზე ვარ. ეს არის, რომ პატრიარქს დაპირდნენ იქ ნორმალიზებას, როცა იყვნენ ჩასული და პუტინს და რუსეთის პატრიარქს შეახვედრეს და ამავე დროს დაპირდნენ ქართველ მეფეთა ნეშტების გადმოცემას, ანუ გარდა დიალოგისა ნორმალიზებისა, არა, აქ იყო ლაპარაკი, რომ ამ ვიზიტის შემდგომ ჩვეულებრივად გაგრძელდა საზღვრის დარღვევა, გამყოფი ხაზის გადმოწევა, შემოჭრა და დიცში იყო მახსოვს ესეთი გახმაურებული ინციდენტი და მე ვუთხარი აუცილებლად მეთქი ძალიან კარგი იქნება თქო და აიო რაღაცო და ლაპარაკობთ როგორი უნდა იყოს ეს წერილი და მაშინ მომზადო ვუთხარი ღია უნდა იყოს ეს წერილი. ღია თუ არ იქნა, ვინ გაიგებს მეთქი. გარკვეული მონახაზი გავაკეთეთ, რა თემებზე უნდა ყოფილიყო და მე შეიკვეცა ეს თემები რამოდენიმე დღის მერე მყისიერად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ეს წერილი გამოქვეყნდა ოფიციალურად, გაიგზავნა როგორც ღია წერილი, საყვედურით, რომ რატო ხდება რუსეთის მაისზე არის ლაპარაკი? არა.
არა 17 მაისზე საერთოდ არ გაგრძელებულა კი არა რავი არ ყოფილა ეს ლაპარაკი და ლაპარაკი იყო აგრეთვე ისევ ამ რუსეთის ვიზიტთან დაკავშირებით მას ჰქონდა ნამდვილად იმედი რომ თუ რამე გამოვაო რომ ურთიერთობაში რამე შეიცვალოს მე მართალი ვიქნები ჩემ თავთან რომ აი ვცადე და გავაკეთე და სამაგიეროდ მეფეთა ცხედრებს ნეშტებს გამოგვატანენო ასტრახანიდანო მე მგონი ეს მოლაპარაკება გავიდა ბოლოში და მე ვთხარი არ გამოგადანენ მეთქი წმინდასო როგორო ესო და წამოდიო გაჩვენო და ჩამიყვანა და მაჩვენა გამზადებული საძვალეები უკვე იმდენად ცხადი მოლოდინი ქონდა მას რომ ეს ამბავი გადაწყდებოდა არჩილისა და ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზისა და მე ვეუბნებოდი რომ არ გამოგატანენ რუსები არ იზამენ ამას რომ ის რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას უკავშირდება რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამე სიმბოლო შეგვიქმნან და ამას ხელი შეუწყონ და მე მგონი გამოგვატანენო და მე ვთხარ დაგენიძლავებით მეთქი აი რაღაცა ისე წამომც და იმიტომ რომ რაღაცა არწმენაზე იყო დაჯერება არ დაჯერებაზე და ძალიან გაეცინა და პატრიარქთან დანიძლავება როგორ შეიძლებაო მითხრა და სხვადასხვა თავად იყო სულ რაღაც მორიგების დიალოგის მახსოვს 2008 წლის შემდეგ ასევე მისი ერთ-ერთი გამოსვლა მიმართვა რომ გემის კაპიტანმა ყოველთვის უნდა მოახერხოს რომ ხომალდი რიფებს არიდოს და აი რაღაცა სულ იყო აგებული მისი რიტორიკა რომ რაღაც დიალოგით რაღაც დიპლომატიით ძალიან დაგვაკლდა ამ ხრივ მაგალითად იგივე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაში მისი როლი იმიტომ რომ ბოლო წლებში ის უკვე სხვა მდგომარეობაში სხვათა შორის სულ მიფიქრია ასევე მახსოვს რაღაც პერიოდში პატიმრებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავიორს შორის ეს არის ზაზა შენგელიას და ეროსი კიცმარიშვილის ეპოქა რაღაც შეხვედრის ორგანიზება მოახდინა რომ არ იყოს დაძაბულობა მათ შორის და აი პოლარიზაციის დაძლევას და რაღაც შერიგებას სულ იყო ორიენტირებული ბოლო პერიოდში ახლა რა მოსატანია იმ ტიპის პოლარიზაციაში გადაეშვა ქვეყანა მაგრამ როგორც ჩანს ასაკი შესაძლებლობები მიუხედავად იმისა რომ ამბობენ რომ ბოლომდე იქონდა კომუნიკაციაში ამდენ წლიანმა ურთიერთობამ მე მგონი რომ უტყუარად მქონდა ეს განცდა სად ისმოდა პატრიარქის ფრაზა პატრიარქის ემოცია ამას მე მგონია რომ უტყუარად ვცნობდი და ძალიან მიხაროდა ხოლმე ამას როდესაც ვხედავდი და ერთსაც ვიტყვი პოლიტიკურ პროცესებში ესეთი ერთ-ერთი ესეთი პროცესი იყო გახსოვთ მუშიმშილე ოპოზიცია წინა ხელისუფლების პერიოდს ვამბობდა გაჯიქებული ხელისუფლებისაგებშიც და პარლამენტის კიბეებზეც გარეთ და უკვე დანიშნული არჩევნები და გაიჭედა ჩიხური იყო სიტუაცია და მე მანამდეც ვიყავი რამდენჯერმე მისული პატრიარქთან მე არ ვშიმშილობდი მაგრამ ფაქტიურად ვშიმშილობდი იმიტომ რომ რანაირად უნდა ყოფილიყავი ხა სხვა მდგომარეობაში ამ სიტუაციაში და აი ძალიან გამწვავებული სიტუაციის დროს როცა მივედი მე დავესწარი იქ პატრიარქის ზარს ერთ-ერთ ძალიან მაღალ ჩინოსანთან როცა მეუბნებოდა რომ რაღაცა მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი და მაშინ აი ამ პროპორციულ და მაჟორიტარული ყბადაღებულ ამ სისტემას ეხებოდა ხო საუბარი და იქიდან ეუბნებოდნენ ეხაც არ მინდა ეხა თქმა რაღაცა სპეკულაცია არ გამოვიდეს რომ თქვენო უწმიდესობაო ეგენი რასაც ითხოვენო მაგალითად ყაზბეგს პატრიარქი არ უნდა ყავდესო და პატრიარქმა უთხრა რა პრობლემაა ყაზბეგს პატრიარქი ყავს სამაგიეროთო და ანუ ყაზბეგს მერი არ მაჟორიტარი არ ყავდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას სამაგიეროთო ითხოვენო და არა არისო პრობლემა ესე დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მე მინდა ერთ რამე ვთქვა ბევრს გაახსენდა და მეც გამახსენდა რომ გალაქტიონის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა პატრიარქი პატრიარქმა გალაქტიონს რომელიც გაფრინდა ხო ფანჯრიდან აუგო წესი
და მას განსაკუთრებული მიმართება ჰქონდა ასევე წარსულის მოღვაწეებთან და რაღაცნაირად აი თითქოს გალაქტიონის და პატრიარქის ამბავი და ეს სიკვდილის გზა რა არის ვარდისფერ გზის გარდა რაღაცნაირად გადაეჯაჭვა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ დიდი სამძიმარი საქართველოს